მოგესალმებით მეგობრებო. გასული საუკუნის ზოგიერთი გამოგონება ჩვენთვის ზედმეტად უცნაურია, ზოგისთვის სასაცილოა, მაგრამ არ დაგვაუწყდეს, რომ ეს ყველაფერი გასულ საუკუნეში ხდებოდა. რომ არა ტექნოლოგიის განვითარება შესაძლოა დღესაც ასეთივე ტექნიკით გვესარგებლა. ახლა კი ვისაუბროთ გასული საუკუნის 25 უცნაურ ფოტოსურათზე. ავტომობილის წინ სავარძელი. ძველად მიაჩნდათ, რომ იმ შემთხვევაში თუ მანქანა დაეჯახებოდა ფეხით მოსიარულეს, ეს მოწყობილობა შეამცირებდა მსხვერპლის რაოდენობას. ძველად თავის მასაჟს გაგიკვირდებათ, მაგრამ ზუსტად ასეთი ელექტრომასაჟორით იკეთებდნენ. ამ ნივთის საშუალებით პატარა ბავშვებს ასაირნებდნენ. ამ ხელსაწყოს საშუალებით ქალებს უკეთებდნენ მაკიაჟს. ადამიანის სახის დამცავი იყო სწორედ ასეთი მოგრძო მეტალის ნიღაბი. ალბათ მიხვდით, რომ ეს საცურაო ნიღაბი გახლავთ. სახის გასალამაზებელი ნიღაბი სწორედ ასე გამოიყურებოდა ადრეულ დროში. მოწყობილობა, რომელიც ადამიანს ეხმარებოდა უფრო მეტად კონცენტრირებულ იყო სამუშაოზე. გაგიკვირდებათ და ეს იყო მე-20 საუკუნეში ყველაზე პოპულარული კომპაქტური საუნა. ეს უცნაური ყინულოვანი ნიღაბი ეხმარებოდა მაკიაჟის სწრაფ შერწყმას. ძველად საოჯახო ველოსიპედი სწორედ ასე გამოიყურებოდა. ველოსიპედი ამფიბია. მისი საშუალებით შესაძლებელი იყო როგორც წყალში, ასევე ხმელეთზე გასეირნება. ეს იყო სიგარეტის მოყვარულთათვის განკუთვნილი ხელსაწყო. მოტოციკლი ეტლით. ძველად ასეთი მოტოციკლი იყო, თუმცა დღესდღეობითაც უშვებენ ასეთი სტილის მოტოციკლს, მაგრამ უფრო დახვეწილს და განვითარებულს გვთავაზობენ. ამ სურათზეა პირველი ტყვია გაუმტარი ჟილეტი. ბუიკ ელექტრა, ვარდისფერი ლიმუზინი, რომლის სამგზავრო სავარძელი 180 გრადუსით ტრიალდებოდა. ძველად ნავი გადაადგილდებოდა მოტოციკლის ძრავის დახმარებით. მოლაპარაკე საყვირები, რომელიც ასრულებდა რადარის მოვალეობას. საომარი თვითმფრინავის დანახვისას სწორედ ამ ხელსაწყოთი ატყობინებდნენ, რომ მოსალოდნელია საფრთხე. პატარა, კომფორტული და ერთადგილიანი ნავი. ამ სურათზე ასახულია ძველად გამოგონილი მფრინავი ველოსიპედი. ძველი უცნაური ავტომოპასუხე, რომელიც ავტომატურად პასუხობდა ზაარს. 1927 წელს ბავშვებს გასეირნების მაგივრად ასეთ გალიაში ანთავსებდნენ და შემდეგ გაყავდათ სუფთა ჰაერზე. მოწყობილობა, რომლის საშუალებითაც ნაჩვენებს იკეთებდნენ ლოყაზე და მიაჩნდათ, რომ ასე უფრო სექსუალურები იყვნენ. უცნაური ხელსაწყო, რომლის დახმარებითაც ასეირნებდნენ ძაღლს. გასულ საუკუნეში პოკერის თამაშის დროს სწორედ ასე მალავდნენ ემოციებს. ამით კი ჩვენი ვიდეო დასასრულს მივუახლოვთ და გამოიწერეთ არხი და დაელოდეთ საინტერესო ვიდეოებს.